გაინტერესებთ რა არის ხაჭაპურის ინდექსი? ხაჭაპურის ინდექსი ეს არის TSEO ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილი ყველაზე მარტივი და იოლად გასაგები ინდიკატორი, რომელიც ზომავს ინფლაციას და ცხოვრების ღირებულებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ინფლაციის დათვლის ტრადიციული მეთოდოლოგია არის ეგრეთ წოდებული სამხმარებლო კალათის შედგენა, რომელშიც შედის სხვადასხვა სამხმარებლო პროდუქტები და სერვისები და შემდგომ მისი ფასის მონიტორინგი. რეალისტური სამხმარებლო კალათის შედგენა კი საკმაოდ რთული პროცესია, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანთა ქცევა და გემოვნება იცვლება. აქედან გამომდინარე, ICT-ის მიზანი იყო შეგვექმნა თუნდაც არაზუსტი, მაგრამ მარტივი და გამჭვირვალე ინფლაციის ინდიკატორი. დამეთანხმებით ხაჭაპური არის ყველაზე ცნობადი ეროვნული საჭმელი და მისი ასეთი პოპულარულობის გამო მოხდა სწორედ ხაჭაპურის შერჩევა. ხაჭაპურის ინდექსის კალათაში შევიტანეთ მხოლოდ სტანდარტული ერთი იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები: კარაქი, კვერცხი, საფუარი, ყველი, რძე და ფქვილი. და დავიწყეთ ყოველთვიურად ამ პროდუქტთა ფასებზე დაკვირვება თბილისში, თელავში, ქუთაისში და ბათუმში. შედეგად ვითვლით თუ რა ჯდება ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით. ამ ფასებს ვადარებთ როგორც ქალაქებს შორის, ასე ვაკვირდებით ცვლილებების დინამიკას. ვითვლით თუ რამდენი ხაჭაპურის გამოცხობა შეუძლია საშუალო ოჯახს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ასევე ხაჭაპურის ფასს ვითვლით უცხოურ ვალუტაში და ვაფასებთ რეალურ გაცვლის კურსს. ვაანალიზებთ სეზონურობას მაგალითად ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ყველი. ღრმად ვიკვლევთ ფქვილის ბაზარს და ვაკვირდებით თუ რამდენად სწრაფად და რა დოზით ახდენს გავლენას საერთაშორისო ფასები ადგილობრივ ბაზარზე. ამ და სხვა საინტერესო შედეგებს კი ყოველ კვირა ვაქვეყნებთ გაზეთში The Financial, თანდართულ ეკონომიკურ გაკვეთილებთან ერთად. გაეცანით ყოველკვირეულ ეკონომიკურ გაკვეთილებს ხაჭაპურის ინდექსის გამოცემებში ICT-ის და ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდებზე. გარწმუნებთ, ის საკმაოდ გემრიელია. მოგესალმებით. ლაშამ უკვე მოგიყვათ ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი პროდუქტის ხაჭაპურის ინდექსის შესახებ. მე გაგაცნობთ უახლოეს მონაცემებს, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ ამ ინდექსის საშუალებით. ხაჭაპურის ინდექსი ჩვენ შევქმნით ეკონომისტის Big Mac-ის ინდექსის საფუძველზე, თუმცა ეკონომისტისგან განსხვავებით ჩვენ ვიყენებთ ხაჭაპურის ინდექსს, რათა შევაფასოთ ინფლაცია და ცხოვრების ღირებულების დონე, როგორც დინამიკაში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი კვლევა ICT-ის ხაჭაპურის ინდექსის შედგა 2008 წლის აგვისტოში, ის შედგა მხოლოდ თბილისში. შესწავლილი იყო ეგრეთ სამი ყველაზე მსხვილი ბაზარი თბილისში და იმის საფუძველზე შედგა პირველი ინდექსი. 2011 წლის მაისიდან კვლევა მოიცავს ქუთაისს, ბათუმსა და თელავს. პირველ რიგში საინტერესო არის თუ როგორი არის ICT-ის ხაჭაპურის ინდექსის შეფარდება სამხმარებლო ფასების ინდექსთან. თქვენ გრაფიკზე ხედავთ, რომ სამხმარებლო ფასების ინდექსი პირველად უფრო მერყევიერი, თუმცა საერთო ტენდენცია არის იგივე და კორელაცია მათ შორის არის საკმაოდ მაღალი 61%. თუ ჩვენ გამოვრიცხავთ თუ ჩვენ დავტოვებთ მხოლოდ საკვე პროდუქტებს, მაშინ კორელაცია გაიზრდება, იქნება 63% და ეს დროითი მწკრივები ბევრად უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც თქვენ ხედავთ აი ამ გრაფიკზე. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ხელმომჭირნე დიასახლისის ხაჭაპურის ინდექსი. ეს არის ეკონომიური დიასახლის რამდენი შეიძლება დიასახლისმა დაზოგოს, თუ ის ყველაზე უფრო იაფ კომპონენტებს შეარჩევს თავის ხაჭაპურისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ დაახლოებით ერთ და იგივე ოდენობით თანხა შეუძლია დაზოგოს, გარდა ქუთაისის შემთხვევისა, სადაც თუ კარგად მოინდომებს, მართლაც ბევრს დაზოგავს ერთ შემთხვევაში 40%-მდეც კი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ გამოვიყენოთ ხაჭაპურის ინდექსი იმისათვის, რომ სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში ერთმანეთს შევადაროთ ცხოვრების ღირებულების დონე. ეს არის საშუალო შემოსავალი ამ ქალაქებში და თუ რამდენი ხაჭაპურის გამოცხობა შეუძლიათ აი ამ შემოსავლით და რა რაოდენობის ხაჭაპურის გამოცხობა შეუძლია ამ შემოსავლით ქალაქების მაცხოვრებლებს. ხო, ყველაზე დიდი შემოსავალი რა თქმა უნდა თბილისში არის. თბილისში ყველაზე ძვირი ხაჭაპურია, რომელიც დღესდღეობით 3.25 თეთრი ჯდება ჩვენი კალათის მიხედვით, თუმცა საშუალო სტატისტიკურ თბილისელს შეუძლია 250 ხაჭაპურის გამოცხობა. ყველაზე დაბალი ღირებულება ხაჭაპურის არის კახეთში, რაღაც 2.95 თეთრი, მაგრამ შემოსავლები იქ შედარებით დაბალია და საშუალო ოჯახს მხოლოდ 180
80 ხაჭაპურის გამოცხობა შეუძლია ამ თავის შემოსავლით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხაჭაპურის ინდექსი იმისათვის, რომ შევადაროთ საქართველოს იმისათვის, რომ ნახოთ თუ რა ადგილზე დგას საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდექსში, ეკონომისტის ინდექსში, რომელიც არის ბლინების ინდექსი. ბლინების ინდექსში გამოვიყენება იგივე პროდუქტები, რაც ხაჭაპურის ინდექსი, ყველის და საფუარის გამოკლებით და ამ მხრივ ჩვენ შედარებით მაღლა ვდგავართ ჩვენს მეზობლებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე, როგორც ამ გრაფიკიდან ჩანს, თუმცა ჩვენთან ბლინები საკმაოდ იაფი გამოდის მაინც. თუმცა არც ისეთი იაფი, როგორც ინდოეთში მაგალითად. ეს იყო ჩვენი ხაჭაპურის ინდექსი. მადლობა ყურადღებისთვის.